მოგესალმებით ყველას, მე ვარ დოქტორ, ჰომისტომის თავარი ადმინი. მოცემულ ვიდეოში მე თქვენ მინდა გასწავლოთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენი სასურველი ქავერი და როგორ უნდა დავაყენოთ იგი არნაირი გადმოწერის გარეშე. მოდით დავწყოთ, დაგჭირდება საიტი, ეს არის trendycovers.com. ძალიან მრავალფეროვანი საიტია, რაც მის ასე ვთქვათ, ლაიქებშიც აისახება Facebook-ზე და ძალიან ბევრი რამის საშუალებას გვაძლევს და მოდით დავწყოთ. ასევე აქვს Android ვერსიაც, ანუ მოდით დავწყოთ, როგორც ხედავთ, საიტზე არის სულ 221 გვერდი, რომელზეც არის განთავსებული ასეთი Facebook ქავერები. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ კატეგორიები და მოცემული კატეგორიებიდან უფრო ასე ვთქვათ, ჩვენი სასურველი კატეგორიით დავაყენოთ Facebook-ზე ჩვენი სასურველი ქავერი. მაგალითად ავიღოთ ეს. როგორც ხედავთ, ეს არის ჩემი პროფაილის სურათი და აი როგორც ხედავთ, ასე ვთქვათ, პროფაილის სურათიც რა ხანმა Facebook-ზე შესული, დაახლოებით პროფაილის სურათი წავიდა. თუ დავაწვევით click here to make this your cover, იგი ავტომატურად დაგვიტანებს covers ჩვენს კომპიუტერში და ჩვენს Facebook-ზე უბრალოდ და დავჭიროთ გამოწერას და მოვუწეროთ მოცემული get your Facebook profile და ეგ გადავიდეთ და როგორც ხედავთ დააყენა ჩვენი არჩეული ქავერი. ასევე როგორც იცით, არის ქუდის მეშვეობით შეგვიძლია დავარეგულიროთ მოცემული ქავერი, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი ძალიან კარგად არის დაყენებული, მივიცეთ ცვლილებების შენახვას და როგორც ხედავთ დავაყენეთ. მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც ხედავთ, ქვევით არის მოცემული საიტის მისამართი და ამ შემთხვევაში კი იგი უნდა გადმოვიწეროთ, იმიტომ რომ მოვაშოროთ მოცემული მისამართი, ხოლო თუ არ აქვს პუნქტის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაშინ შეგიძლიათ უბრალოდ დატოვოთ მოცემული რამ. ახლა უნდა შევიდეთ ixlr.com დახიხარდა Express და აქედან ავირჩიოთ browse. მივცეთ ავირჩიოთ აქედან სურათი. Adjustment crop და აქედან უკვე ცოტა დავწიოთ. Everything და როგორც ხედავთ, ესეთი აღარ აქვს მისამართი. მივცეთ save, ჩავანაცვლოთ ერთ სურათს და მოვჭრით. ანუ ახლა ავტოვოთ რაც შეეხება იგი გვაძლევს მითითებული კატეგორიებიდან გვაქვს საშუალება რომ გავაკეთოთ ჩვენი სასურველი ქავერი, როგორც ხედავთ ეს ახალი ფუნქცია მისთვის. დავჭიროთ create covers და შეგვიძლია უკვე ავირჩიოთ უბრალოდ გავაკეთოთ ჩვენი სასურველი ქავერი. დავჭიროთ add image, ახლა ანუ იგი საკმაოდ მაღალ ხარისხში ვერ აკეთებს, მაგრამ შეგვიძლია გავაკეთოთ არწერა ნებისმიერ ფოტოზე, რომელიც ქავერთვის სავარაუდოდ უნდა გავაკეთდეს. ახლა დავაჭიროთ add text და აქედან უკვე დავაჭიროთ მაგალითად ხოლმე სტუა. ახლა დავაკოპიოთ ეს მთლიანად Ctrl+A მეშვეობით და bold და shadow. გავაკეთოთ ერთგვარი ჭრილები და ახლა ასევე ავირჩიოთ ფერი. კონცუდი არ არის, ახლა და ეს გამჭირვალობა ეს პროექტი სიგანეს
ახლა დავაჭოთ upload to Facebook. Downloaded და იმედია ყველაფერს გაიგეთ. თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, შემოგვიდგეთ ჩვენ საიტზე ხომზე, თქვენ სასურველთ ხონების გვერდზე. არის შეგიძლიათ ჩვენ აუცილებლად ავსვებთ მოწვეულ თხოვნას. მადლობთ ყველას.